კაი. აქ ახლა ჩვენ გვაქვს პლეიერის სლაიდ ანიმაციაც. რა არის? არ რაღაცები ჩაგიმატებიათ მას პერსონაჟები. კი. აქ ჩვენ გვაქვს სლაიდი. რაღაც ჩაგიმატებიათ მეთქი. ხო, გავიგონე წაღან არის მოდი. სლაიდის ანიმაციაც ჩაგდებული გვაქვს, უბრალოდ სლაიდის ანიმაციას გადასვლა არ გვაქვს აკეთებული. ვერ გავაკეთოთ, დეშივით გავაკეთოთ რა, ანუ გასრიალდება იმ მიმართულებით, საერთოდ იყურება რა, რაღაც მაგათაც ჩიპს რო დააჭერა, რომელიმე ხილაკზე გავაკეთოთ. მაგისთვის გვინდა player movement script. player movement script-ი გავხსნათ. თვითონ ანიმაცია ჩაგდებული გვაქვს სლაიდის, მაგრამ script-ში არ გვიწერია, რომ სლაიდის ანიმაცია გააკეთოს. Okay. Player movement-ში ხო გვაქვს header-ი. ერთ-ერთი header-ი მოვაკოპიროთ, ახალი header-ი შევქმნათ და იყოს ეს slide ერქვას რა. ან თუნდაც dash-ი დავარქვათ. როგორ გიჩვენიათ? თვითონ ანიმაცია slide-ი ქვია და ერქვა slide. აქ დაგვჭირდება ჩვენ float-ი იმისთვის, რომ რაღაცა force-ით გავასრიალოთ, ხო? Slide force. ასევე დაგვჭირდება კიდევ ერთი float-ი რა დროით უნდა გავასრიალოთ, ეგ რომ ვიცოდეთ slide time. რამდენ ხანს ისრიალებს რა, რომ მე გავაჩეროთ. ასევე გასპამმა არ შეგვეძლოს და ის სურო სლაიდი არ აკეთო რა. რაღაცა cooldown-იც ხო ჭირდება. Public float slide cooldown ეს ერქოს. მას. ხო. ნიუელი იცით ვინ იყო? ვინ? ნიუელი, მე მგონი ასე სწორად ამბობ. მეცნობა, გამახსენე? CS2 ვინ შექმნა მას თამაში? ხო. გამახსენდა. ძალიან მაგარი კაცია მას. კი. საყვარელი ტიპია. ხო, ინტერვიუებიც ნახე მაქვს და მახსოვს კი. კაი ტიპი არის. Slide cooldown. კიდე რა დაგვჭირდება? Slide cooldown-ით რახან ვაკეთებთ, შეუძლია თუ არა სლაიდის გაკეთება, ეგ რო განსავსღროთ, ანუ ერთ სლაიდს რო გააკეთებ, მე რაღაც დრო ხო აღარ უნდა შეგეძლოს და რო არ შეგეძლოს, მაგისთვის ბული შევქმნათ რა. Bool can slide ესე ერქოს. და თავიდანვე იყოს true, უდრის true-ს. და ასევე კიდე ერთი ან პრინციპში ესეც private იყოს. კიდე ერთი ბული იყოს dash-ს რო აკეთებს, აი ეგ პროცესი რო ვიცოდეთ, რომ მიმდინარეობს. ანუ slides რო აკეთებს, sliding ესე დავარქვათ რა. ეს იმისთვის, რომ ჩვეულებრივი მოძრაობის გაჩერება მოგვიწევს მაგ დროს. ჩვეულებრივი მოძრაობა ხო მუშაობს, როცა D-ს და A-ს ვაჭერთ.
და შენ თუ სლაიდის ღილაკს დააჭერ და სლაიდს დაიწყებს, ის ჩვეულებრივი მოძრაობა აღარ უნდა მუშაობდეს ის დრო, როცა სლაიდს აკეთებს რა. იმიტომ რომ მაშინ ძალიან შორს წახვალ. თან გამოძრავდებდი, თან სლაიდს გააკეთებ და ამიტომ ისე გავაკეთებთ, რომ სლაიდინგი როცა თუ იქნება, მარტო სლაიდს გააკეთებს, მარტო იმ ფორსით წავა, გასრიალდება რა ფორსაც ჩვენ ჩაუწერთ და მე რო დაასრულებს სლაიდინგს, უკვე ჩვეულებრივ მოძრაობას დავაბრუნებთ რა. წერთ. ნიკოლოზ გასულა. გაბრიელ წერ? არის მიშენი ხო? ეროს. ხო. ოკეი, ჯერჯერობით ეს თვადები იყოს, თუ რაღაცა დაგვაქვს და მე დავამატებთ. თუ კიდე რამე თვადი დაგჭირდა. შეიძლება მიმართულება დაგჭირდეს. რა მიმართულებით გავუშვათ, ხო, შეიძლება დაგჭირდეს, მაგრამ კაი იყოს. ჯერჯერობით ესე. ოკეი. ახლა წავიდეთ. აქ ნუმერატორია სად არ გვიწერია, ხო? აი სადმე აქ void player move რო გვიწერია. მაგის მაღლა. დავწეროთ ie ნუმერატორი. ნუმერატორი გვჭირდება ოღონდ. ეს გამოგვიყენებია ესე დავარქვათ, მოდი player slide. ეს არის დროითი დაყოვნება, რომ შეუძლია ეგეთი ფუნქცია. ანუ ჩვეულებრივ void-ს ხო უბრალოდ რაღაცას უწერ და მე იძახებ. და ამას რაღაცას უწერ კიდეც და თან შეგიძლია დააყოვნო რაღაც დრო. ამ ჩვეულებრივ void-ს არ შეუძლია რომ დაყოვნდეს. ამას ნუმერატორს შეუძლია. აი void-ის მაგირად წერია უბრალოდ ie ნუმერატორი რა. ამას იმიტომ აწითლებს, რომ ეს ჭირდება yield return new wait for seconds და აქ უნდა ჩაუწეროთ ჩვენ slide time. ზევით რაც შევქმნით. ამისთვის შევქმნით, რომ ეს დრო დავაყოვნოთ. და მე უკვე იმას ვისამთ, დავასრულებინებთ slides რა. ანუ აქ გავაკეთებთ slides ამის ზევით. და slide time-ი რამდენიც გვექნება, მაგდენი ხანი დაყოვნდება. ანუ მაგდენი ხანი არ გაითიშება. თუ ერთი წამი იქნება, ანუ ერთი წამი წავა ეს slide-ი რა. ერთი წამის გასვლის მერე უკვე ქვევით, ამის ქვევით დავასრულებთ slides. და ზევით ჩავწეროთ ესეთი რაღაცა. ანიმატორი ჩავრთოთ იდეაში. მოდი ბარემ ეგეც გავასწოროთ აქ ანიმატორში. სლაიდზე გადასვლა მეგონი არ გვიწერია. სად არის? აი, player slide. any state-დან გავაკეთოთ ამ player slide-ზეც გადასვლა. და player slide-დან exit-ზე. მოდი აქეთ იყოს. ეს. ასევე აქ პლუსით დავამატოთ. მე არ მაქვს ჩაგდებული ეს player slide-ი და. მაშინ player-ს უნდა ჩავუგდო ხო? კი, slide folder-ი იპოვე, ყველა ფოტო მონიშნე და პირველიდან რო წაიღებ, ჩავუგდე players მარცხნივ იერარქიაში. და არქვი player slide.
ანიმატორს ჩაემატება მე players რომ მონიშნოთ და აქ any state-დან გადაიყვანეთ player slide ანიმაციას. player slide-დან კიდე exit-ს. რო გაითიშოს ხოლმე. მე. ას ვერ ვაგდებ. რატო ვერ აგდებ? არ იმას ხდება. თავიდან მონიშნე. აქ რომელიმე ხო არ გაქვს ესე გახსნილი. აი ესე. არ უნდა გქონდეს. ჩაკეთე თუ გინდა ის რაღაც პატარა ხილაკი რო აქვს. თავიდან მონიშნე, წაიღე და player-თან რომ მიიტან მაუს კურსორი ხო შეეცვლება და მაშინ აუშვი. ახლა player slide დაარქვი და გააკეთე transition-ი. any state-თან ხომ? კი, any state-დან. და player slide-დან exit-ზე. კი. ბულით გავაკეთოთ, მოდი, იმიტომ რომ აქ ხომ აიც ისე გვაქვს აკეთებული, რომ აქ ჩავრთავთ true-ზე გადავიყვანთ და slide time რო ამოიწურება, მერე გავაფოლსებთ და მაშინ გაითიშება რა. ამიტომ აქ დავამატოთ ბული პლუსი new bool და დავარქვათ slide. any state-დან რო player slide-ზე გადადის, მან პლუსით აქ დავამატოთ მარჯვნივ slide through და setting-ებში transition duration-ი გავანულოთ და can transition to self გავთიშოთ. slide-ი false to true-მას. slide through როცა any state-დან slide-ზე გადადის. slide-დან exit-ზე რო გადადის, მან slide false. და has exit transition to self. აქ transition to self არა აქვს slide-დან exit-ზე. has exit time უნდა გათიშო და transition duration-ი გაანულო. ეგ can transition to self-ი აქვს მარტო any state-დან რო გადაყავს ანიმაციაზე. ეს თავის თავზე რო არ შეეძლოს გადასვლა, მაგიტომ ვთიშავთ ამას. აქ გვაქვს slide through, მაგრამ უნდა გადაიყვანოს slide-ზე და აქ გვაქვს slide false, მაგრამ უნდა გადმოიყვანოს exit-ზე, უნდა გათიშოს. Okay. ეხლა დავუბრუნდეთ script-ში და აქ ჩავწეროთ, რომ anim.წერტილი setBool ჭყალები slide through. ასევე can dash-ი ხო უნდა გაფოლსდე, can slide-ი უბრალოდ. can slide-ი ხო უნდა გაფოლსდეს, რომ აღარ შეეძლოს, მოდი ეს თავში ჩავუწეროთ. ჯერ ეს იყოს can slide უდრის false და მე გადავიდეს ანიმაციას. ანუ როგორც კი ეს player slide შესრულდება დაიწყება. ეგრევე can slide გაფოლსდება, რომ აღარ შეეძლოს მე გასპამო არა, კიდე რომ დააჭირო შენ can slide false იქნება მაგროს და აღარ შეძლებ slides. სანამ ეს დრო არ გავა რა slide time-ი. სანამ არ მორჩება slide. მას anim setBool-ს მიტიტლებს. ჩაწერე ბოლომდე? ხო player movement-ში ხარ? ie ნუმერატორში. ფრთხილი წაიშა. გასწორე? მაგრამ მაინც ადვიხე. კარგად შეამოწმება, სწორად გიწერია, ანიმი სწორად გიწერია, ზუსტად როგორც ქვია ზევით ანიმატორს, ზუსტად ეგრე გიწერია. setBool სწორად გიწერია, SCDD build-დი, შემოგთავაზა ეს რო დაწერა. თუ არ შემოგთავაზა, ანუ არასწორად გეწერება. ჯობია წაშალა და თავიდან დაიწყო წერა. თავიდან. შეასწორე? თავიდან დავიწყე. ხო. მერე აქ ხო sliding-ს აკეთებს უკვე აი ანიმაცია დაიწყო, ამიტომ ჩავუწეროთ sliding უდრის true-ს. sliding-იც ჩაირთო და ეხლა მართლა რო გასრიალდეს.
RB წერტილი velocity გამოვიყანო თამაშიც. უდრის როგორ გავაკეთოთ vector 2 წერტილი right ხო ეს მარტო მარჯვნივ გაასრიალებს ახლა გამრავლებული slide force ჯერჯერობით ესე გვეწეროს მოდი vector 2 წერტილი right გამრავლებული slide force მას new vector 2 არ უნდა ეგრეთ შეგიძლია ჩაწერო იგივეა რა აი ამას იძახი შენ ამას იძახი ხო ხო ესე მოჩაწერო მაშინ აქ x არა y ანუ ეს ჩანაწერი და ეს ჩანაწერი ერთი და იგივეა რა უბრალოდ აქ ახალ ვექტორს უტოლებ და იმ ვექტორში წერ რაზე შეიცვალოს x-ზე შეიცვალოს თუ y-ზე შეიცვალოს და აქ კიდე პირდაპირ vector 2 წერტილი right არის ესეთი ვექტორი ნახე 1 და 0 ანუ მართ x-ზე რო რაღაცა რიცხვი ეწეროს დადებითი ეგეთი არის შეგვიძლია ესე დაწერო შეგვიძლია ესე დაწერო Okay, ამის მერე slide time-ი რამდენიც იქნება, ვთქვათ 1 წამია, ხო? slide time 1 არის. აქ 1 წამი დაიცდის, ანუ 1 წამი მიდის ეს velocity სრულდება ის 1 წამი და მისრიალებს. და 1 წამის გასვლის მერე უკვე ეს რა მოიწურება და აი ამას გააკეთებს აქ რაც გვიწერია. აქ ჩავწეროთ, რომ sliding გაჩერდეს, ანუ sliding-ი გახოლსდეს, ეხლა ხო ჩაირთოთ რო გახდა. ეს unsetful slide false რო გაითიშოს ანიმაციაც და მე რაღაც cooldown-იც ხო გვინდა ამიტომ ეს yield return new wait for seconds მოვაკოპიროთ აქეთ გადმოვიტანოთ და slide time-ის მაგივრად ჩავწეროთ slide cooldown და უკვე გამორთვიდან ეს რამდენიც იქნება, ვთქვათ, ნახევარი წამი, ან რავი, შეიძლება უფრო ცოტაც. მერე ჩავრთოთ უკვე ისა cancel-ი. ანუ cancel-ი გავხადოთ მერე თუ რომ მერე უკვე შეეძლოს ახალი სლაიდის გაკეთება რა. სანამ ეს slide cooldown-იც არ მოიწურება, არ გავა ეს დრო. მანამდე ახალი სლაიდის გაკეთება არ შეეძლება. ეს იმისთვის რომ არ გაისპამოს და სულ ვაჭირო იმ ხილაკს სულ არ აკეთოს. ჩაწერე? აი ვალთორები. გავწეროთ. კაი, რო გადავუაროთ ახლა რა გვიწერია. რომ player slides რო გამოვიძახებთ, cancel-ი გაითიშება, ანუ აღარ შეიძლება სლაიდი. ჩაირთვება სლაიდის ანიმაცია, ну, sliding-ი რომ მიმდინარეობს, ვიცით, მართლა გასრიალდება, ჯერჯერობით მარტო მარჯვნივ. მერე slide time-ი რამდენიც იქნება, მაგდენ ხანი მოიცდის და sliding-ს გათიშავს. გადავა false-ზე, ანიმაციაც გაითიშება და მერე კიდე ცოტა ხანი დაიცდის, რამდენსაც მიუთითებ slide cooldown-ს და მერე უკვე შემდეგ slide-ის შესაძლებლობას მივცემთ რა. Okay, ახლა ეს უნდა გამოვიძახოთ.
სად გამოვიძახოთ? ცალკე ინფუტები არ გვიწერია, ხო ჩვენ? მასამე რილაქსოს დავაყოთ. როგორ? რილაქსი. არ მისმის. წდება ხმა. მას ისარს რო დავაჭერთ, აი ქვევით მართული ისარს ხო? მაგით რატო? არ ჯობია მარცხენა ხელით შეგეძლოს, აი ნეკატითით რო შიფტს დააჭერ. დ-ზე და ა-ზე ხო მოძრაობს? და იქვე ნეკატითი რო გიდევს შიფტზე, მაგას რო დააჭერ, გასრიალდება რა. და აქ ხო გვიწერია void player move. აი შიგნით გვიწერია move და jump. აი აქ ჩავწეროთ, დავაკომენტაროთ slide და აქ ჩავწეროთ if. სადაც შევამოწმებთ input წერტილი get key down, ერთხელ დაჭერა გვინდა და მაგიტო. left shift-ი გამოვიყენოთ, shifts რო აკრიფავთ, გამოჩნდება წესით key-code წერტილი right shift-ი და key-code წერტილი left shift-ი. და left shift-ი გამოვიყენოთ. მაგრამ left shift-ის დაჭერასთან ერთად უნდა შემოწმდეს ასევე შეუძლია თუ არა slide-ი მაგ დროს. ამიტომ აქ დაკავშირის დავამატოთ და can slide-ით შევამოწმოთ. და ეს ორივე თუ ჭეშმარიტი იქნება, ანუ შენ თუ მარცხენა shift-ს დააჭერ და თან მაგ დროს can slide-ი ჭეშმარიტია, true არის, მაშინ აქ ჩავწეროთ start coroutine, გამოვიძახოთ ის ნუმერატორი. როგორ დავარქვით player slide, ხო? და წერტიმწი. ეს ჩავწერეთ player move-ში, იმიტომ რომ ეს player move-ი გამოძახებული გვაქვს ისედაც update-ში. ჩაწერეთ? ოკეი, და ერთ-ერთი რაც დაგვჭა არის, რომ ნიკოლოზ გასწულია. ხო. ერთ-ერთი რაც დაგვჭა არის, რომ აი ეს ჩვეულებრივი move-ი არ უნდა მუშაობდეს, როცა sliding-ს აკეთებს. ამიტომ ესეთი რაღაცა ჩავწეროთ. if-ი დავამატოთ აქ და შევამოწმოთ sliding-ი თუ არის false-ი, ამ ძახილის ნიშანი დავუწეროთ წინიდან. მაშინ გააკეთოს ეს ორი რაღაცა. აი ეს move-x-ი რო გვიწერია და RB velocity-ით რო ვამოძრავებთ. ეგ გადავიტანოთ ამ if-ში. ხოდა მის კოდი ვნახეთ რას დაწერეთ. ეს ეგ არა მაგის მე. გაჭედაჩენ. მაგის მერე if-ი დავწერე. ძახლის ნიშანი sliding-ს ვამოწმებ, ანუ sliding-ი როცა false-ი არის, მაშინ შეეძლოს ეს რაღაცა, რაც მოძრაობისთვის გვეწერა. ანუ ეს მთელი ის გადავიტანოთ ამ იმაში. ეს ორი ხაზი მხოლოდ. მოძრაობის კოდი რაც არის რა. კი, ჰორიზონტალურად მოძრაობის კოდი რაც არის. So. Okay. Აი დავასაიგოთ.
გადავიდეთ unit-ში და player-ი მოვნიშნოთ და მარჯვნივ გამოჩნდება player movement script-ი, სადაც აქვს მიბმული. მანდ იქნება slide force, slide time და slide cooldown. ნახეებო? players უნდა მივაბათ ხო მას? არა, მიბმული გვაქვს ეს player movement-ი. გამოაჩინე უბრალოდ. რა უნდა გამოჩნდეს? Slide force, slide time და slide cooldown და cancel და sliding. კი. Slide force-ში მოდი სატესტო 10 იყოს. Slide time იყოს 9 წამით წესით საკმარისი იქნება. შეიძლება ცოტა კიდე უფრო პატარა უნდა იყოს და slide cooldown-ი რაღაცა 0.2 წამნახევარი. ეს 0.2 წამნახევარი მას. მაგდენი ხანი გავუკეთოთ cooldown-ი? აი რომ გასრიალდება მაგის მერე ცოტა ხანი რომ მოიცადოს და მე კი. ხო, წამნახევარი ვეღარ გასრიალდება. კაი, 1 წამი იყოს მოდი. 1 გასრიალებიდან 1 წამი უნდა გავიდეს, რომ შემდეგი გასრიალება გააკეთო. კაი, აბა ვცადოთ რა სიზამს. Shift-ზე დაჭერით უნდა ქნას. ოპა. ხო, მარჯვნივ მისრიალებს. ხო და ეგრევე ვერ შვება, იმიტომ რომ 1 წამი უნდა გავიდეს. მე რა შეგვიძლია იცი, რომ აი ამის დაპატარავება რო შეგეძლოს თვითონ თამაში რა, რაღაცა ბაფი რო აიღო და slide cooldown-ი რო აღარ გქონდეს ან რაღაც ეგეთი. რო ბევრი slide-ის გაკეთება შეძლო მე. მას კამერა შენთან რაღაც უცნაურობა. როგორ? კამერა შენთან არის უცნაურად, ანუ ძირს ვარდება კამერა. როგორ ძირს? Players არ მეყობა? Game-ში ხო არ გაქვს scale-ი? ეს zoom-ი ხო არ გაქვს გაკეთებული? Game-ის window-ში. არა, მას კამერა თვითონ არის ზე. გაზიარება? აი, player-ის Y-ს რო უყურებ, Y-ი იცვლება მა მინუსებში. თავისით მოძრაობს player-ი? არა, მე რა მინდა. ჩანს. მოიცადე ცოტა ცუდი ხარისხით ჩანს. სწორდება ნელა მოიცო. შედარებით უკეთ ჩანს, აბა მანახე. აი მას. ეს ხო დავაჭირე. თავის ფიდის მასე. მოიცადე, player-ი ვარდება? სცენაში გადადია, აბა ისე ვარ გამორთო თამაში. არ მას კამერა მიდის უბრალოდ. კამერა მონიშნა? ვირტუალ კამერა გაქვს player-ში ჩაგდებული, შემთხვევით ჩააგდე ეთყობა. შვილად გაქვს ჩაგდებული. თამაში გამორთე და შვილად აღარ იყოს ამოაგდე მაქედან. ის ჩავა. ეთყობა ხელი მოგიხვდა და გადავარდა იმაში player-ში. კიდე რო არ მოხდეს ეგეთი რაღაცა, main კამერასთან აიტანე ეგ virtual კამერა და main კამერა ერთად იყოს. რა ისე შევა. რაღაც დაემართა სავარაუდოდ. გამორთე? ალბათ აგზევით რო ავიტანე, მიშვილად ჩავარდა. ალბათ ხო. ახოსან. მოიცადე, shoot point-ი გაქვს ამოვარდნილი ხა იმაში.
shoot diagonaluri point-იც ის გაქვს. virtual camera ისევ player-ში გაქვს. დაუკვირდი იმას რა მოკიდე და თავიდან ამოვაგდე იქიდან და main კამერასთან დააგდე ზევით. აჰა. აი იმას კი. კაი, აბა ეხლა გადასტა. აუ, მაინც ასე. აი გამორთ. მონიშნება virtual camera. მარჯვნივ ის debug ნორმალზე გადაცვალე. debug-ს რო ცვლი ხოლმე. ეს body ჩამოშალება ქვევით როა body. და ჩვეულებრივად არის და რაჭისა. აბა თამაში ჩართე და ამ პარამეტრებს დავაკვირდეთ რა მოსდის აბა. აი მას იწვის. გრამე ყوارო. მას თავის რო იწვის. მაგ პოზიციაზე ადის თავისით? თავისი იმოთეს პოზიცია. იმადეც არა იკლებს. Follow-ში თავიდან ჩააგდება player. გამორთე და თავიდან ჩააგდე. ან სანამ თავიდან ჩააგდებ, საერთოდ წაუშალება follow-დან player-ი. კლიკი გააკეთე და მე delete დააჭირე. კლიკ არ არის. ანუ არა აქ ეგრე კლიკი უნდა გააკეთო ჯერ და მე delete დააჭირო კლავიატურაზე, keyboard-ზე. ეგრე ვერ წაშლი, მარჯვენა ღილაკით არ იშლება ეგ. კლიკი გააკეთე უბრალოდ და ხო, всё. აბა ეხლა ჩართე თამაში. სანამ ჩააგდებს, არ ჩააგდო არა. ჩართე უბრალოდ. არ ჩააგდო რა, ის ჯერ ისე გატესტე რომ არაფერი არ იყოს ჩავარდნილი. მაინტერესებს თუ შეიცვლება ისევ პოზიცია. როგორც წეღან ეცვლებოდა რაღაც უცნაურობას რო აკეთებდა. კიდე თუ გააკეთებს. ეს რის პრობლემა შეიძლება იყოს. არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. შეიძლება ის შვილად რო ჩააგდე რაღაცა აირია. და აი ისე ვაკეთებს თუ ისე ვაკეთებ, აი არა, ზევით ავიდა ახლა, მოიცა? ისინი ვარდება ქვევით. player-ი ვარდება ქვევით? რანაირად ვარდება ქვევით? იმაზეც რა ქვია, ისიც შვილად გაქვს მე მგონი player-ში ჩაგდებული ground-ი და მაგიტო. აუ ხო. გამორთე თამაში, ოღონდ არ დაიმახსოვროს. თამაში გამორთე, არ დაიმახსოვროს. ხო, ground-ი გქონდა იმის შვილად ჩაგდებული player-ში. ყველაფერი გქონდა player-ში ჩაგდებული. ვაუ. ანაირად. ასე უნდა იყოს ხოლმე. კი. ეხლა წესით სწორად არის ყველაფერი. ეს ground-იც თუ გინდა ზევით აიტანე, ისე რომ აი virtual კამერას ზევით იყოს რა, რომ ქვევით ხა player-ს და რაღაცებს შეცვლი ხოლმე და ისევ არ ჩავარდეს ეს ground-ი შემთხვევით player-ში ან რამე, ხო? შეამოწმება თუ გასწორდა ყველაფერი ნახე. უცლი. მარა ლუბთან ის გაწვდა, ლუბის გაწვდა მაგ.
და მარჯვენი მიდის. ხო, ყოველთვის მარჯვენა მიდის. ხო, loop time-ი მეც უნდა გავუთიშო. კაი, შეგიძლია გათიშო ისა გაზიარება. მას კიდე აი წეღარ დავაჭირე shift ეს sticky shift რას ქვია sticky რას ქვია. როგორ? აი წეღარო დავაჭირე მას shift ბევრჯერ. ხო. აი ნახეთ რაღაცა რო გამოჩნდა. ეგ Windows-ზე არის, ეგ უბრალოდ ბევრჯერ უაჭრე shift-ს მაგას აკდებს. ეგ არა უშავს. ხო, slides გავუგთიშოთ loop time-ი, არ დაგვავიწყდეს. ქვევით ფოლდერში სამკუთხედის ფორმის რაც არის ანიმაცია, მაგას ვუთიშავთ loop time-ს მარჯვნივ და ასევე მარჯვნივ რომ მიდის სულ script-ში დავბრუნდეთ და პრინციპში ეს რო შემოტრიალებული არის, ხო? შეცვლილი აქვს ტრანსფორმი. და აქ vector 2-ის მაგივრად ტრანსფორმი რო გამოვიყენოთ, transform right-ი რო გამოვიყენოთ, ნახოთ აბა თუ იმუშავებს. new არა, ის RB velocity უდრის transform-ი მას. transform წერტილი right, ხო, vector 2 წერტილი right ხო ეწერა? და transform right, ხო? ხო. აბა ვცადოთ. მუშაობს. საითაც იყურები, ახლა იქით მიდის. შენთან რა ჩაიდუქება და გავდეს ამას. ჰაერშიც აკეთებს. on თან ვარდება. ჰაერშიც კაი იყოს მას. კი. შეგვიძლია არ ჩამოვაგდოთ და ეს ჰაერში სწორ ზოლზე გავასრიალოთ, მაგრამ რავი, მე მგონი კაი არის, უხდება ცოტა რომ ვარდება. ხის ტომიჯერის სავით იქნება მას. ხო. როსია რომიდის ჰაერში რო ვარდება. რო ჩერდება ხოლმე, ხო, ტომი? მას ეს ბოლოში ხო იმის უმიზნებს და მე ბარემ გავასროლიოთ ხო. სლაიდის დროს? აი ბოლოში დააგვიდი ხო? არა, უბრალოდ იმას წევს ზევით, იმიტომ რომ ფეხები ისე აქვს, რომ ისედაც ბევრი სროლა გვაქვს და საკმარისი არის წესით. ეს უბრალოდ ამას გამოვიყენებთ რისთვის იცი? აი invincible იქნება რა ამ დროს damage-ს ვერ გაუკეთებ players. ანუ თქვათ თუ რაღაცას გესვრის enemy შეგიძლია ეს სლაიდი გააკეთო და ამ სლაიდით გაწვრები იმაში და არ დაგაკლდება რა სიცოცხლე, რაღაც ეგეთის გაკეთება შეგვიძლია. თუ მოასწრებ და სლაიდს გააკეთებ, მაგაში გამოვიყენებთ. მაგრამ სტეიქების გათიშვა არ იცი. არ ვიცი, Windows-ზე არ მახსოვს. მე შეგიძლია დაგუგლო და კაი, დავასეივოთ, ეს მუშაობს. ნუ თუ უფრო შორს გენდებობა რომ გასრიალდეს, აქ slide force მოუმატებ რა. ას კიდე defend-იც აქვს ამას. ხო, defend-იც აქვს, კი. როლიც აქვს. კი. მაგასაც გავაკეთებთ. ახლა მაგას დავალებაში მოგცემთ წესით, მოგცემთ. ეს ჩვენი enemy ხო არაფერს არ აკეთებს, ჯერჯერობით დგას უბრალოდ და რაღაცა გავაკეთებინოთ რა. ჯერ პირველ რიგში შეგვიძლია, იცი? თავის პონჩი რომ იმოძრავს რაღაც ორ წერტილს შორის. რაც patrolling-ისავით რაღაც რო გააკეთოს რა. დიახ. იმ ორ წერტილს შორის ივლის. ხო და ეგ ორი წერტილი გავუკეთოთ ახლა.
empty game object-ები შევქმნათ აქ მარცხნივ იერარქიაში. Mouse მარჯვენა ყელაკი create empty და იყოს მასაი პლეიერი რო შემოწოს სახლოს თუ იქნება მე რო იმის ხო, მაგასაც ჩაუწერთ. მაგას მე ჩაუწერთ. ჯერ უწერთ იმას, რომ აი პლეიერი ახლოს არ არის და აი თავისთვის დადის ორ წერტილს შორის რა, გადაადგილდება უბრალოდ რაღაცა პატრულირებასავით აკეთებს. აქეთ იგი დადის. ამერვენს create empty და გადავარქვათ. მოდი ეს იყოს point left ან რაღაცა მარცხენა წერტილი. და თან მივაბად circle collider 2-და. აი ესეთი რამხელაც ხალხზე მოყვა collider მიბმული მას. არა, point left-ზე მივაბად თქო, იმ წერტილზე. და z-ი გაუნული ასევე, რავი, z-ი, პოზიციის z-ი თუ რაღაცა უცნაური რიცხვი უწერია, გაანულა. და ცოტა ქვევით ჩამოწიე რა. ხო. ცოტა ქვევით ჩამოწიე. ამის სიმაღლეზე დაახლოებით, რომ შეეხოს ხოლმე. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ამ წერტილს რო შეეხება, გავუშვებთ მეორე წერტილში, მე მეორე წერტილს რო შეეხება, დავაბრუნოთ პირველ წერტილში და ეგრე იმოძრავებს მაგ ორ წერტილს შორის. ეს კოლაიდერი ძალიან დიდი ხო არა? არა, იყო საკმარისია, მაინც ტრიგერ კოლაიდერი იქნება, ის ტრიგერი ჩაურთა. არ დაეჯახება ამას, უბრალოდ გაივლის რა. გაივლის კი არა, რო შეეხება აი ამ წერტილში, ეგრევე დაიწყებს სხვა მეორე point-ისკენ, მეორე წერტილისკენ მოძრაობას და ამიტომ დიდად მნიშვნელობა არ აქვს რამხელა იქნება. თუმცა დააპატარავე რა. მე ამ point left-ს ის ტრიგერი ხო ჩაურთე აქ კოლაიდერში. ამ point left-ს ახლა გავუკეთო დუბლირება, Ctrl D. დავარქვათ point right. მარჯვენა წერტილი რა. იგივე პოზიციაზე იყოს ხო მას? არა, გაწიე მარჯვნივ, სხვა პოზიციაზე. point left-ი მარცხნივ მას ვარ და მის დავანახე. მე ხონდა მიუმული ზე ხონდა. და ჩვენთან კიდე ძალიან დიდი შეიქმნა და მაგითო დავაბადარავ. შვილად თუ შექმენი ხო? შვილად არ იყოს, ცალკე უნდა იყოს. რა ყველა ორი შვილად შექმნი. ხო, ამოიღე უბრალოდ იქიდან და scale-ი თუ გინდა დაუბრუნე ერთები, ან წესით თავის დაუბრუნდება. scale-ი არა მაგ collider შეეფა. თავიდან მიაბი თუ გინდა collider, circle collider. ოკეი, დავასეივოთ ეს. ახლა შევიდეთ. ჩვენ ამის სკრიპტი არ გვაქვს, ხო, ცალკე ამის სკრიპტი. გვაქვს enemy health-ი, რომელსაც ყოველთვის გამოვიყენებთ და ამ კაცის სკრიპტი შევქმნათ. Hammerman-ი ქვია ამას, ხო? Create C# script და დავარქვათ Hammerman script ესე ერქვის. Hammerman script. მივაბად ბარემ. ჩაუგდა Hammerman-ს. და გავხსნათ. აქ სკრიპტში ბარემ დავწეროთ header-ი. იმიტომ რომ მე სხვა header-ებიც დაგჭირდება. დავასათაუროთ. მას რაღაც არ მაგდებია ეს მას. გამოტოვებით ხო არ და არ სკრიპტ სახელი? არა, მას Hammerman script დავარ. რატო არ გაგდებინებს? ერორი გაქვს რამე კონსოლში?
მოიჭ წავშე და თავიდან შევქმნი. ეგან სახელის გადარქმევაზეც რაღაც პრობლემა ქონდა. ხო, სახეს თუ გადაარქმევ, მე ვეღარ მიაბამ, იმიტომ რომ შიგნით კლასს არ არქმევს თავისით და შენ შიგნით უნდა შეხვიდე და გადაარქვა შიგნითაც მაშინ. ამიტომ ჯობია წაშალა და თავიდან შექმნო. და იგრევე დაარქვი სახელი, მე აღარ გადაარქვა, rename არ გავუკეთო. რენეიმი რა? rename-ით აქ ცვლის სახელს ხო ცვლის, მაგრამ იუნიტს აკეთებს. იმიტომ რომ იუნიტში კი ცვლის სახელს, მაგრამ შიგნით კლასს არ უცვლის სახელს რა და ეს აუცილებელია რომ იუნიტში რაც ქვია, კლასსაც იგივე ერქვას, რომ მოძებნოს ხოლმე კლასი, მას ეცნობს ამას, მას ეძებს რა. აქ სახელი რო ქვია, მაგ შესაბამისი სახელის კლასს ეძებს და ამას რო სხვა ქვია და ამას სხვა ქვია, ვეღარ პოულობს მერე და მაგიტო პრობლემა აქვს. ეგეთ ჭკვიანი ვერ არის, რომ აქაც გადაარქვას სახელი კლასს. ამიტომ ახლიდან შექმენი და იგრევე რასაც დაარქმევ, კლასსაც იგივე დაარქმევა და აქაც იგივე ეწერება. წავშე და სხვა რამე დავარქმე მას, თავიდან რომ შევქმნი, მაინც არქნა. ხო, გამოტოვება არ უნდა დაწერო იმაში. სახელს შეგარდა გავიზრდას. აკეთებია, მაგრამ რა უნდა ვერ ხდება. ხო და ერორი ხო არ გაქვს კონსოლში რამე. მაგ დროსაც ჩვება ხოლმე. თუნდაც სხვა სკრიპტში რო გქონდეს რამე ერორი, ახალ სკრიპტს ვერ მიაბამ, ვერაფერს. ეს სკრიპტი გახსნილი მქონდა და ისე პოვავდია. გამორთი და თავიდან კენი. სახელს არ მარხევია სხვას. გააზიარება. არქივ new behavior. გააზიარე. ორი კიდე ესეთი. შექმნის დროს ეგრევე დაარქვი სახელი. ანუ renames ნუ უკეთებ მერე. ეგრევე დაარქვი და enter-ს დააჭირე პირდაპირ. ილო რო ეგრევე ხმა. არ შვება? ის ძველი სკრიპტი ნამდვილად წაშალე, კიდე ხო არ გაქვს და შეიძლება ვეღარ არქმევს იგივე სახელს. ახლა სხვა სახელით შევქმნი. შეიქმნა? ისა Visual Studio-ში ვიყავ გადასვლა. შექმნით შეიქმნა და ალბათ თუ ჩავარდება. მიება მას. მიება? ახლა გავხსნი. ხო, რა ქვია ის სკრიპტს რა დაარქვი? main hammer script-ი მას, რომ hammer-ს რო არქვევი, არ შვებოდი. ხო. კაი. კაი, აქ დავწერე header-ი move. მას header-ს ხო ის რაღაც კვადრატული ფჩხლებია. ხო. ამას დაჭირდება სიჩქარე, რითიც უნდა იაროს, ხო? speed-ი. ასევე ბული შევქმნათ site უნდა იმოძრაოს მაგისთვის, move right ეწეროს მოდი. და თავიდანვე იყოს true, რომ თავიდანვე მარჯვნივ გავუშვათ რა, რაღაც მიმართულებით ხო უნდა გავუშვათ თავიდან დასაწყისში. და მე მარჯვენა წერტილთან რომ მივა, მარცხენა წერტილთან წამოვა. მე მარცხენასთან რომ მივა, მარჯვენასთან წავა და ეგრე. ამიტომ move right იყოს თავიდან true, თავიდან მარჯვნივ გავუშვებთ და მარჯვენა წერტილთან რომ მივიყვანთ, ვიტყვით რომ მარცხენა წერტილზე წავიდეს. ან საერთოდ ვიტყვით რომ მარცხნივ მიმოძრაოს უბრალოდ და მარცხნივ რო გამოძრავდება და რაღაც
ობიექტი შეეხება იმ მარცხენა წერტილს, მერე მიბრუნდება და ისე მარჯვნივ წავა. მარჯვნივ მივაწევებს. დავწერე ორივე. ოკეი. ახლა გვინდა ჩვენ აი void update-ის დაბლა დავწეროთ. void update რო ჭხილით მთავრდება მაგის დაბლა. on trigger enter 2d. on trigger enter 2d იმიტომ რომ ესენი ხო ტრიგერები არის point left და point right. და მაგათ რო შეეხება ეგ რო გავიგოთ. if-ი დავწეროთ collision წერტილი name უდრის თუ არა point right ზუსტად ისე დაწერე როგორც აი აქ დაარქვი point right ობიექტს რასაც ეს unit კი შეგვიძლია დააკოპირო აქედან point right თუ ქვია იმ ობიექტს მაშინ აქ ჩავწეროთ რომ move right-ი გახდეს false. point right თუ შეეხება მაგ დროს ხო მარჯვნივ მოძრაობს უკვე. მარჯვნივ წავა და ამ point right-ს რო შეეხება move right-ი უნდა გაფოლსდეს. გაჩერდეს. და კიდე ერთი if-ი დავწეროთ. აქ შევამოწოთ collision წერტილი name უდრის თუ არა point left-ს. და აქ ჩავწეროთ რომ point left-ის დროს ისევ უნდა გახდეს move right-ი true. და ბარემ შემოტრიალებაც ჩავუწეროთ. ზევით ან თავიდან ხო მარჯვნივ ვიყურება ესე მიდის მარჯვენა წერტილზე და აქ უნდა შემოტრიალდეს ხო 180-ით. ამას რო შეეხება რომ მე მარცხნივ წამოვიდეს. ამიტომ transfer წერტილი. მარჯვენა ჩვენთვის მარჯვენა თუ თამაშისთვის მარჯვენა. თამაშისთვისა და ჩვენთვისაც. ესე რო უყურებთ ხო ჩვენც ხო მარჯვენა ეს აქეთ ანაწილი ამისთვის. იმათვის მარცხენა. ამისთვისაც მარჯვენა არ არის? მარცხენა არის. მარცხენად არის. მარცხენა არის მაგ. ეს უფრო მარჯვენა არ არის ვიდრე ესა? მარცხენა. point right-ი უფრო მარჯვენა არ არის. აქედან რო უყურებ. ხო, მერე? შიგნითაც ეგრე. აქედან რო უყურებ თუ არა. ეგ თვითონ ჰამერმენისთვის სხვანაირად არის. ჰამერმენისთვის წინ არის საერთოდ. ჰამერმენის იქიდან ესე ჩვენსკენ რო იყურება მაგიტო ამბობ? ვერდიდან რო არის. ხო, მაგრამ ჰამერმენისთვის არ გვაინტერესებს ჩვენ ხო ასე უყურებთ. იდეაში წინ არის რა მთლად აქეთაც არ დგას, აი ოდნავ წინ იყურება და. ხო, მნიშვნელობა არ აქვს ჰამერმენისთვის. თაორია ჩვენთვის როგორ არის და იდეაში ესეც რო უყურებ ჰამერმენი თვითონ ამ ჰამერმენი ობიექტისთვის მარჯვნივ არის ეს point right-ი რა მაგას ვიძახთ. თორე ისე როგორც ჰამერმენი დგას ეგრე რო დადგე შენთვისაც მარცხენა იქნება კი. transfer წერტილი rotation-ი უდრის ეს quaternion-ი გამოვიყენოთ euler 0 მძიმე 180 მძიმე 0. აქ უნდა შემოტრიალდეს 180-ით, იმიტომ რომ მარჯვნივ ვიყურება თავიდანვე. მიდის და მარჯვენა წერტილს რო შეეხება, უნდა დატრიალდეს მარცხნივ გაიხედოს. იგივე დავაკოპიროთ, აქაც ჩავწეროთ, ოღონდ აქ ჩავწეროთ 0. რომ მე მარცხენა წერტილს მარცხნივ მოტრიალდება და ივლის მარცხნივ და მე მარცხენა წერტილს მივახლოვდება და შეეხება. ისევ 0-ზე გადავიდეს ამის rotation-ი, რომ ისევ მარჯვნივ მოტრიალდეს მე. და იგივე მოვკოპიროთ point left-ში თქმა. ოღონდ 0 ჩაწერე 180-ის მაგალითად. იმიტომ რომ თავიდანვე 0 უწერია ამას.
აი, როგორ rotation-ს თავიდანვე აქვს, და ეგრეთი. მურაიტი უდრის თრუს. აჰა. ია დავწერე. ოკეი. ახლა გადავიდეთ update-ში, void update-ში, დავწეროთ if-ი და შევამოწმოთ. თუ move-right არის true, მაშინ უნდა იმოძრაოს მარჯვნივ, ხო? rigid body-თან კავშირი არ გვაქვს, ხო აქ? კაი, ზევით შევქმნათ header-ი ახალი components და აქ შევქმნათ public rigid body 2 და rb. და აქ შევწეროთ, რომ move right-ი როცა true არის, მაშინ ხო მარჯვნივ უნდა იმოძრაოს. rb წერტილი ასე კომპონენტს რა დაამატეთ რა rigid body. public rigid body 2 და rb. rb velocity უდრის. პრინციპში აქ ხო შემოტრიალება გვიწერია ჩვენ. მაგრამ შემოტრიალებას მნიშვნელობა არ აქვს. ხო, ესე ჩავწერ, ვექტორი ჩავწეროთ, ვექტორ 2 წერტილი right გამრავლებული speed-ზე. და აქ ჩავწეროთ else. ასე მურაიტ არაფერი უნდა. არა, ეს ხო იგივეა, რომ ესე გეწეროს. ეს ჩანაწერი და ეს ჩანაწერი ერთი და იგივეა. და ამის else ხო იქნება ის, რომ move right როცა false არის. და აქ გავაკეთებინოთ პირდაპირ vector 2 წერტილი left. მარცხნივ გავუშვათ ამ დროს. როცა move right false იქნება. და move right false მაშინ ხდება, როცა მარჯვენა წერტილთან მივიდა. შეეხო. მასკოვით else if ხომ არა? else პირდაპირ უპირობოდ გავუშვათ ეგრევე მარცხნივ. იმიტომ რომ move right თუ true არ არის, ეგრევე ანუ false-ია და რა მნიშვნელობა აქვს false შემოწმებას. პირდაპირ else ჩავწეროთ. ოკეი. დავასეივოთ ეს, გადავიდეთ unit-ში. unit-ის დავასეივოთ, ოღონდ მარჯვნივ hammerman-ის script-ზე გამოჩნდება speed-ი ჩაუწეროთ, თქვათ 3 ნელა რო იაროს ცოტა და rb-ში ჩავაგდოთ თავისი rigid body. rb-ში თვითონ ჩავაგდოთ ხომ არა? ხო, თვითონ hammerman-ი, ანუ hammerman-ის rigid body ჩავარდება რა. მასა. აქ კიდე ანიმაცია ხომ დავამატოთ hammerman-ს. ანიმაციას უნდა გავაკეთოთ, კი? სიარულის ანიმაცია. კი, ექნება წესით. იმას 3 ათაკი აქვს რაღაცები. ხო, ბევრი აქვს. ამ ეს მოთამაშე სავითყოფილი მაგ. ხო, ბევრი ანიმაცია აქვს. აი სტარტ-ვატ. ამას ეთეკებს გავუკეთებთ რენდომად შეარჩევს ხოლმე და რენდომად რაღაც ეთეკს გააკეთებს. შეცვლის ხოლმე რა ეთეკებს ორიგეობით. კაი, ჯერ გავტესტოთ ალბათ იმუშავებს თუ არა მოძრაობა. და ასევე ჩართე და წესით უნდა დაიწყოს გასრიალდება ჯერ. ეგ არის. ტრიალდება კიდეც. მიდის იმ მარცხენა წერტილთანაც და მარჯვენა წერტილთანაც. აი, აქ მივიდა, შეეხო, ეგრევე შემოტრიალდა. შეეხო, ეგრევე შეტრიალდა. ეგ არის. შვება? მოიცომა შენთან ინახავს. ასევე ამ hammer-ს ცოტა დაბლა ჩამოვწერო, თავიდანვე იდგეს.
და პრინციპში შეგვიძლია რანიც გავხადოთ ამისი მთავარი ანიმაცია. დადის მას როგორ ეცემა? ეს აი მარცხნივ რო შეეხო მას, გაჩერდა მე. ანუ რაღაც არასწორად გიწერია აქ. True არ გიწერია right-ზე? Point left როცა ეხება. ან შეიძლება point left-ის კოლაიდერი ტრიგერი გაქვს? ხო. რეგაცას მაგ ტრიგერი. ორივე ტრიგერი უნდა იყოს. Point right-ის და point left-ის. მარჯვენასი არის, მარცხენასი არ არის მაგას. ხო, მაგიტო შეეჯახა და მაგიტო. იმას დადის გარ დასრიალო. ხო, დასრიალო. კაი, ეხლა ჩავაგდოთ ანიმაცია, მოდი. სად გვაქვს ამის ფოტოები? Characters, enemy და აი რანი აქვს. idle-იც აქვს, rani. idle ჩაგდებული გვაქვს უკვე. რანი ჩავაგდოთ ეხლა. რანის ყველა ფოტო მოვნიშნოთ რანი შვილად ყავს. კი, ჰამერმენის ჰამერმენს უნდა ჩავაგდო მარცხნივ. რანი წავიღოთ, რანის ყველა ფოტო და ჰამერმენს ჩავაგდოთ. დავარქვათ ჰამერმენ დაბლოტირე run. enter. მე ანიმატორში გადავიდეთ და შეგვიძლია ეს თავიდანვე ხო მოძრაობით იწყებს ეს. და შეგვიძლია რომ ეგრევე რანი გავხადოთ მთავარი ანიმაცია. მარჯვენა ღილაკი რანზე და ჰამერმენ idle-დან გადავიდეს რანზე. ანუ idle-ს აღარ გამოვიყენებთ და მთავარ ანიმაციას რანს გავხდით და ეგრევე რანით დაიწყება რა. ანუ ეს ტრანზიშენი წავშალოთ? არა, უყურე. მაგას ვიძახდი რომ რანი ხო არის ანიმაცია. მარჯვენა ღილაკს დააჭირეთ ხო და set as layer default state. და ყვითელი ეგ გახდება რა, სტაფილოსფერი. ხო. და თვითონ გადავიდა იმით. თვითონ გადავიდა, ხო. ეხლა რომ ჩართავ, ეგრევე რანით დაიწყება. აი. დაბოჩიალობს ასე. დარბის აკეთით. აკეთებს? მაინც არ გამტესტია. აი ნახე ის არის დაყვება. რო შეერჭო, ჩვენ ხო გავუკეთეთ ის რის შერჭობა. და დაყვება. ეხლა. პერივით დავის მას. ხო. რამდენიმე წამში ხო არ გავაქროთ ეს ისრები. თან ბოლოშიც რჩება, ნახე ის არის. ნახება შენთანაც ესეა? რომელი აი ის არის რომ ესვრი და შეერჭობა ხო და დაყვება მერე. იმიტომ რომ ჩვენ გვიწერია რომ შვილად ჩავარდეს რომ შეერჭობა. და ის რომ დადის ისრების დაყვება, შეერჭობილი ისრები. შენთანაც ეგრეა? წესით ეგრე იქნება. მას მე მგონი ის ჟედარკო ბაგიანი აი ჯიზე რო გვაქვს. შეერჭობას არ ვიძახ, მაგას არ ვიძახი კაცო. რო ისვრი ის არის, ხო ერჭობა, მაგას ვიძახი. ანუ გაკეთებული გვაქვს ისე რომ დარჩეს იმაში რა. სროლა გატესტე და დაინახავ. ხო. შეერჭო? და რო მოკვდა მე რჩება ხო ისინი? ხო, ეგ გავასწოროთ ხა. ეგ გვიწერია ჩვენ enemy health. თუ ცოცხალია მასში რო შეერჭოს. არა, ეგ ცოცხალი როცა იყო და შეერჭო, მაშინდელი ისრებია ეგენი, რაც დარჩა. ეგ არ ვაწყობს. ხო და მოშორდეს.
ხო, მე რომ მოკვდება მაშინ უნდა მომაშორდეს. enemy health-ში გადადი. მას children-ის ის არ არის როგორ? მოკლა ანუ ისი? ისეთი კოდი რო იყოს რომ შვილები გააქროს მას. კი, აი ეგეთი რაღაც უნდა ჩავწერო ზუსტად. ოღონდ ხო ყველა შვილი უნდა გააქროს. იმიტომ რომ ხო შეიძლება 10 ის არ იქონდეს. შიგნით. ხო. ხო და ამიტომ სათითაოდ რო არ მოგვიწიოს ყველა შვილთან მისვლა და ესე ჩაქრობა, შეგვიძლია მაგისთვის გამოვიყენოთ for loop-ი. ნახე? enemy health-ში გადადი და damage-ში, სადაც გვიწერია სიკვდილი ამისი. როცა მოკვდება, if health მეტია 0-ის notes. ნაკლები ანტოლია 0-ზე რო გვიწერია. ხო. მან და აი this enabled false-ი რო გვიწერია, მაგის ზევით გამოტოვე ადგილი. დაწერე for და მე tabs დააჭირე ორჯერ სწრაფად და ჩაიწერება for loop-ი. ჩაიწერა? რას, ორდამ ტაბი ხო იცი? მარცხნივ როა. keyboard-ზე. ორ და ტაბი ორჯერ. ჩაიწერა? ეს ეს ადიქცევა მა. აი ეს. ასო. არაგაც for დაწერე და tabs დააჭირე ორჯერ სწრაფად. 1 და 2 მე ეგრევე დააჭირე მეორეჯერ. ხო, ახლა ჩაიწერე. ხო. აქ i ნაკლებია რაღაცაზე ხო წერია, max-ზე წერია ჩემთან და შეიძლება ჩემთან length-ზე ეწეროს ან რაღაც ეგეთი. ხო, length. ხო, მაგის ნაცვლად ანუ ორჯერ დააკლიკე მაგას, მოინიშნება და ეხლა ჩავწეროთ transform წერტილი child count და enter-ი. და ის რაღაც ცოტა გაფერადებული ვით რო იყო, აღარ იქნება გაფერადებული. enter-ს დააჭერ, ჩაწერის მერე. ჩაწერე? ჰა? კი თქო. არის მის ზოგჯერ და ქვევით ჩავწეროთ ხა transform წერტილი get child და get child ხო გამოგვიყენებია, თქვა 0-იანს თუ წერ პირველ შვილს მიაკითხავს. ელა რომ ჩავწეროთ ეგეთი ის არსებობს. აქ უნდა ჩავწეროთ i ჩვენ. მაგიტო შევქმნით ეს for-ი და ეხლა ახსნი რას აკეთებს ეს for-ი. წერტილი მერე ბოლოში set active. game object ჯერ, game object წერტილი set active. game object-ი დიდი გრუთი თუ პატარა? პატარა. active also. ავჯერებს. კაი, ეხლა ეს რას აკეთებს, ნახე. for-ი არის loop-ი. for-ში შიგნით არსებობს ეს ცვლადი int i ქვია. აი ზევით რო ცვლადებს ვქნით ხოლმე float health-ი მაგალითად. ეგეთივე ცვლადი არის int i ქვია უბრალოდ. მოკლე სახელი აქვს ძალიან ერთასოიანი და უდრის თავიდან 0-ს ეგ. ეს for loop-ი, ანუ ამოწმებს თან რაღაცას რა, if-ივით რაღაცა, ოღონდ ილუპება. if-ს რო დაწერ, ხო ერთ ხელში ამოწმებს მაგას, თქვათ, სადმე თუ ერთ ადგილზე გიწერია, ისეთ ადგილზე რომ აი update-ში რო არ გეწეროს რა, update-ში სულ მოწმდება, მაგრამ თქვათ start-ში რო გეწეროს if-ი ხო ერთ ხელში ამოწმდება და ვსო. და ეს for loop-ი ისეთი რაღაცაა, რომ ამოწმებს იქამდე, სანამ ეს არის ჭეშმარიტი, ეს შემოწმებული. ანუ i სანამ ნაკლები არის transform წერტილი child count-ზე, transform წერტილი child count ნიშნავს აი Hammerman-ის child-ებს დაითვლის ყველას რა. რამდენი child-იც ეყოლება
ის რიცხვი ჩაიწერება აქ. თქვათ 2 შვილი თუ ყავს, აქ 2-იანი იწერება. 5 შვილი თუ ყავს, აქ 5-იანი. და შემოწმება i ნაკლებია 5-ზე და სანამ i ნაკლები იქნება 5-ზე, თავიდან ხო 0-იანი არის ეს i და მე იზრდება ყოველი ერთხელ შესრულებისას ეს ლუპი. ზრდის ამ i-ს რა. აი თქვათ პირველი შემოწმება რო განვიხილოთ. თქვათ მოვარტყით 2 i-ს არის, ხო? თქვათ 2 აქვს სიცოცხლე. და მოვარტყით 2 i-ს არის და მოკვდა. მოკვდა და ეს გააკეთა. ანუ 2 შვილი ყავს, ხო იქ? 2 ის არის რახან მოხვდა და 2 ის რით მოკვდა, შიგნით 2 ის არის ეყოლება. შესაბამისად, მაგ დროს პირველ წაკითხვაზე i ხო იქნება 0. 0 ნაკლები იქნება 2-ზე, აქ 2 იქნება. 0 ნაკლები იქნება 2-ზე, ანუ ეს ჭეშმარიტია და ამას გააკეთებს. ანუ get child-ით მიწვდება მენულე i რამდენიც არის იმ წამს 0 არის პირველ შემოწმებაზე. ამათი ათვლა ხო 0-დან იწყება child-ების, შვილების. პირველი შვილი არის მენულე ინდექსზე მყოფი რა. აქ get child 0 ჩაიწერება, შესაბამისად პირველ შვილს ჩააქრობს. game object detective false-ი გვიწერია. მერე დაილუპება და ისევ თავიდან წაიკითხავს ამას. და თან წინა შესრულებაზე i++-ი, ანუ 1-ით გაზარდა i. შესაბამისად მეორე წაკითხვაზე უკვე i არის 1-ის ტოლი. აქ 1 ნაკლებია 2-ზე, ისევ child count-ი ხო ისევ 2-ია, იმიტომ რომ 2 ის არის მოვარტყე შენ როცა მოკალე. შესაბამისად მე აქ i ხო 1 იყო, აქ 1 ჩაწერა, ანუ ინდექსით 1-იანზე მყოფი child-ი რომელიც იქნება, მაგას ჩააქრობს, ანუ მეორე შვილს იდეაში. და გაზრდის თან აქ i++, ანუ 2-ს გახდის ის და უკვე მესამე შემოწმებაზე i აქ 2 არის უკვე. წინაზე ხო გაიზარდა 1-ით. და 2 ნაკლებია 2-ზე რო შემოწმდება, აქ ეს ხო ჭეშმარიტი აღარ იქნება. შესაბამისად, გაითიშება საერთოდ. ანუ აღარ შეასრულებს ამას რა. ანუ იქამდე ილუპება ეს. ანუ წარმოიდგინე რომ if-ი რო გეწეროს და სანამ ის ჭეშმარიტია, სულ რო ამოწმოს. და ეს სანამ ჭეშმარიტია, სულ დაილუპებოდა ესა, დაილუპება. და სანამ ეს როდესაც უბრალოდ ეს ჭეშმარიტი აღარ იქნება, მცდარი გამოვა, i არ იქნება ნაკლები ამის child count-ზე, შესაბამისად მე აღარ გააკეთებს. ეხლა რამდენი შვილიც არ უნდა ყავდეს, 10 შვილი რო ყავდეს, მიყვება 0. კი, მენულე შვილიდან მიყვება 0-ს ჩააქრობს, მე გაზდის 1-ით 1-ს ჩააქრობს, გაზდით 1-ით 2-ს ჩააქრობს, ეგრე და 9 და მე-10-საც ჩააქრობს და უკვე მე-11 შვილზე. უბრალოდ მე-11 შვილი ხო ამისთვის ხო ინდექსით მე-10 იქნება, იმიტომ რომ 0-დან იწყება. და 10 ნაკლები 10-ზე აღარ იქნება. და გაითიშება რა. გავტესტოთ აბა. თუ გახდება ეს, სადღაც აღარ იმას. კი. გავტესტოთ აბა. ესროლე, ისრები. მომენტი ახლა დავუწევ და ახლა დავასწრებ. მოიცა მაინც ბოლო დარჩა რატომღაც. მოიცადე. ბოლო რატო დარჩა? ხო, მე-5-ს ტოვებს. ანუ მოიცადე, რატო ტოვებს მე-5-ს? აქ ხო ნაკლები გვიწერია ჩვენ. და 4 ნაკლები, არა მოიცადე, ბოლო 4 გამოდის და 4-ზე მყოფი და არ უნდა ტოვებდეს ისეთ. ჩვენთან ეგრე შვება? მოიცა გავტესტნოს. აი ბოლო ის არის ტოვებს. ეს 0-ზე არის. ჩვენთან 1 და ხო, ჩვენთანაც ეგრე 0, 1, 2, 3 და 4.
მესამე დარჩა შემდეგ. ხო, და child count-ით ხო 5 არის აქ. child counts როგორ ითვლის? შეიძლება size-ით ითვლის ესეც. და ანუ ინდექსით ითვლის შეიძლება ესეც, არ მახსოვს, ალბათ ეგრე შვება. და ანუ 4 ნაკლებია 4-ზე, მე-4-ს აღარ აკეთებს რა. კაი, მას შეგვიძლია რომ child counts ან ესე დავწეროთ, ტოლია დავწეროთ, ნაკლები ან ტოლი. და ბოლოზე ტოლიაზეც იზამს რა 4 რო ნაკლები იქნება. ნაკლებიან ტოლი იქნება 4-ზე. I ნაკლებია ან უდრის transform child count-ი. კი. ნაკლებიას მივწერ ტოლობა მარჯვნიდან. დიახ. ეხლა იზამს ესეთ. ან შეგვიძლია რომ +1 მიგვეწერა იქ child counts +1. აი, ეგ არის. მაგრამ ეხლა გააერო რა ამაზე transform child out of bounds. ახლა ზერმეც ამოწმებს. არა, ბოლო რომ მოხდა ეთყობა. ბოლო საერთოდ გაისროლა, ან ბოლო აღარ შეერჩა. ბოლო არ შეერჩა, ხო, გაიარა. ხო, გაიარა ბოლო. და ისა velocity-ს ვერ გამოვიყენეთ სტატიკურ იმაზე სხეულზე. ეგ დამიწერა. ერთ წამით. კაი, ერთ წამი აქ რო ნაკლები გვეწეროს და აქ child counts +1 რო გვეწეროს. ხა რა სიზმს აბა. არა, მაინც გაიარა. იგივე ექნა. ვა, მოიცადე. ის აღარ იმაშვება, შვილად აღარ ვარდება, მაგას ვერ ვხვდები. აი აქ. ბოლო დემეჯი რო ხდება. შეიძლება რა იცი? ჩვენ ხო ამ დემეჯს აქ ვაკეთებთ თავში. და შეიძლება ეს დემეჯი რო დაიწყო, ეს მომხდარი არის უკვე. და ეს შეიძლება ამას ასწრებს რა, სავარაუდოდ. ანუ ეს ამას უფრო ადრე კითხულობს, ვიდრე ამას, სავარაუდოდ. და მე ამას ვეღარ აკეთებს. იმ error რო გააჩეროს და parent-ი რო ამის transform-ი გახადოს. მაშინ ეს შეგვიძლია. damage-ი ჩამოვიტანოთ დაბლა. ანუ ჯერ შეერჭოს და რაღაცეები, ანუ hit-ი გააკეთოს ჯერ და გააჩეროს ის error და damage-ი მერე გააკეთოს. და ეს შვილად უეჭველი ჩავარდება. და damage-ს მერე გააკეთებს და თუ რამე მერე მოკვდება რა. ამას მერე გააკეთებს ყველა შემთხვევაში. ანუ damage ერთი უბრალოდ ჩამოიტანე შიგნით რაც გვიწერია მაგათ დავლა. აბა ახლა ვნახოთ. იქ ნაკლებიან ტოლია დავტოვოთ. damage ერთი ჩამოვიტანოთ მოხვევი. ხო. იქ ნაკლებიან ტოლი როგორც გვეწერა, ისე დავტოვოთ. წესით უნდა იმუშაოს ახლა. ეგ არის, მაგრამ child out of bounds მაინც დაწერა. მოიცა? მაგრამ ყველა ჩააქრო.
შეიძლება ნაკლები ენტოლი აღარ უნდა ახლა და ეს სწორად მახსოვდა რომ child count მაშინ 5-ს წეღან ეტყობა ვერ იმაშვებოდა 4 ეგონა child count იმიტომ რომ ის არ ვარდებოდა ბოლო ხო ისევ ნაკლებიაზე გადააკეთა იქ მარტო ნაკლებია უნდა ეწეროს всё ეგარ ერორსაც აღარ აგდებს და 5-ვე ჩააქრო აი მას ტოლია წაუშალო ტოლია წაუშალე კი გადასტება იმოგდა მაგრამ ისე მიძეს cannot use velocity on static body ნარადოანი velocity-ს რაზე სტატიკი ჩვენ გადაგვყავს ამაზე ხო სავარაუდოდ რას შვება იცი ამას აგრძელებს ისევ აი აქ რო move გვიწერია velocity რო გვიწერია რომ იმოძრაოს ამას ცდილობს ეტყობა და აქ რო სტატიკზე გადავიყვანეთ მაგას გიერორებს კაი ესეთ რაღაცა ვქნათ რა hammerman script-ში შევქნათ ბული moving დავარქვათ და თავიდანვე იყოს true პრინციპში მას move to კომპონენტებში ზევით moving-ი ქვია და მაგიტო ბული მას public to როგორ public-ი იყოს ხო იმიტომ რომ public-ი იყოს იმიტომ რომ ის სხვა სკრიპტიდან უნდა დაუკავშირდეთ ამას public-ი რახან არის იქ unit-ში მოვნიშნავთ და ვეთყვით რომ true იყოს public bool moving-ი მოკლედ და აქ ბარემ update-ში კიდე ერთი if-ი დავწეროთ და შევამოწმოთ moving-ი თუ true არის მაშინ აკეთოს ეს ყველაფერი ეს if-ი და else-ი გადაიტანე მაგ if-ში moving-ი როცა true იქნება მაშინ გააკეთებს ამ მოძრაობებს moving-ი როგორც კი გაფოლსდება ეგრევე შეწყვეტს ამასაც და აღარ გაგიერორებს და ჩვენ moving-ს გავაფოლსებთ როცა მოკვდება მაშინაც და ნუ პრინციპში იქაც გავაფოლსებთ იქაც მოგვიწევს მე რომ დაინახავს players ჩვეულებრივ moving-ს შეწყვეტს და ან გაეკიდება ან ეთექებზე გადავიყვანთ და მე slides გავაკეთებინებთ player-ისკენ ან რაღაც ეგეც ჯერ ეთექები გავაკეთოთ და მე მეგონი სლაიდი რომ მოუხდება ჩავწერე? გადავიდე ოკეი დავასეივოთ ეს სკრიპტი ახლა გადავიდეთ ხო enemy health-ში enemy health-ში გადავიდეთ და მოდი header-ები ახაც დავწეროთ enemy health-ში არ გვიწერია health და ერთი header-ი კიდე კომპონენტების და აქ კომპონენტებში დავამატოთ public hammerman script
აღოდ პატარა იჩით დაარქვი, რომ პირველი ეს პატარა იყოს, რომ განასხვაო რა. შენთან ხო main hammer ქვია და შეგვიძლია hammer main script დაარქვა ამას. პატარა ემით დავარქვი. ხო, ან პატარა ემით და მას ის პირველ ორი ხო უნდა დავწეროთ ორჯერ და პირველში რა დავწერო? პირველში script როგორც ქვია ზუსტად. და მე აქ როგორ უნდა ერქვას ამ script-ში ეგრე. ამას შენ იგონებ ამ სახელს და პირველი არის რაც ქვია მართლა script-ს. new. დავწერე. Okay, და რა ქვია, moving-ი გავაფოლსოთ ახლა. აი აქ, როცა მოკვდება. სადმე ჩავუწეროთ. აი აქ სანამ სტატიკზე გადავა. მანამდე ჩავუწეროთ, რომ hammer main script, ոնց რაც დავარქვით ზევით. თვითონ იმ scripts ეგ სახელი. წერტილი moving გამოჩნდება და უდრის false. ეგ არის. დავასეივოთ. გადავიდეთ unit-ში. მოვნიშნოთ hammer main-ი. მარჯვნივ hammer main script-ზე გამოუჩნდებოდა moving bool-ი და true უნდა ჩავუწეროთ. ანუ მოვნიშნოთ რა და true ჩავუწეროთ კი არა, უბრალოდ მოვნიშნოთ და moving იქნება true. და ასევე enemy health რო ჩამოშლი enemy health ხო hammer main-ში moving-ი ჩაურთ. hammer main-ში მე რა ქონდა? hammer main script-ზე moving-ი ჩაურთე, moving-ი იქნება false და true გახადა. დიახ. და enemy health-ის ხო აქვს მიბმული მაგას. მანდ გამოჩნდება hammer main script და non hammer main script ეწერება. და თვითონ ეს კომპონენტი hammer main script-ი უნდა ჩააგდო მანდ. ეს კომპონენტი. ან თუ გინდა hammer main-ი ჩააგდე და ჩაგდებულია უკვე მას. ვერ იქნება ჩაგდებული თავისით. ანუ მოკიდე ამასე ჩააგდე. main hammer script-ში. ხო, მე სხვა განკვირვება. ხო. enemy health-ის იმაზე ხო მათ. ხო. ანუ ან hammer main script-ს მოკიდე, თვითონ კომპონენტს მოკიდე, ან თვითონ ობიექტი წამოიღე hammer main და ეგ ჩააგდე. იგივეა. როგორც აი rigid body-ს ან anims ვაგდე, animator-ს ვაგდებ ხოლმე. აი ეს კომპონენტი ხო, მაგრამ მე როგორ მიხდება რომელი script-ი იმასა? კომპონენტის, ანუ აქ შეგიძლია ისეთი ობიექტი ჩააგდო, რომელსაც hammer main script-ი აქვს მიბული. სხვა ობიექტს ვერ ჩააგდებ. რომელსაც hammer main script-ი არ აქვს. მიხვდი? იმიტომ რომ hammer main script-ის ტიპის ცვლადი ვარდება აქ რა, ცვლადი არის და ეგეთი ობიექტი ვარდება მხოლოდ. players ვერ ჩააგდებ მაგათაც, ახლა player წამოვიყო აქ. ვერ ჩავაგდებ, არ ვარდება. იმიტომ რომ hammer main script-ი არ აქვს players. რო კონდეს ამ ობიექტსაც, ეგ ობიექტიც ჩავარდებოდა. Okay. დავასეივოთ და ნახე, აბა წესს აღარ უნდა გაგიეროროს. moving-იც გაითიშება, როცა მოკვდება.
ყველა იმქრება მას. როგორ? ყველა ქრება გია. რათა ერორი. ხო და errors-ს აღარ წერს, ხო? ხო, იმიტომ რომ moving-ს აღარ აგრძელებს. ანუ აქ moving-ი false-დება. შესაბამისად ეს false-დება და ამას აღარ ცდილობს რა, რომ მარჯვნიდან მარცხნივ წავიდეს. მანამდე რომ ანუ იდეაში ჩვეულებრივი მოძრაობა იმ ორ წერტილს შორის რომ იმაშვებოდა. დადიოდა, ეგ გავუთიშეთ. ოკეი. ეხლა Hammerman-ს შევუქმნათ, რითიც უნდა მიხვდეს, რომ პლეიერი მიუახლოვდა. და თვითონ ამ Hammerman-ს რომ მივაბათ ეგ კოლაიდერი, რითიც მიხვდება მაგას, არ იმუშავებს, იმიტომ რომ როგორც თუ გახსოვს players-სა და Hammerman-ს შორის შეხება გათიშული გვაქვს. ანუ ერთმანეთს არ ეხებიან ესენი. გადიან ერთმანეთში. უბრალოდ სიცხეს კი აკლებენ. ну ჯერჯერობით მარტო პლეიერი აკლებს, მე ამასაც დავუწერთ, რომ ამას დაკლავს პლეიერს. ამიტომ შეგვიძლია რომ Hammerman-ს შევქმნათ შვილი და იმ შვილს მივახვედროთ, შვილი მიხვდება მოკლედ შეეხო თუ არა პლეიერი, ანუ შევიდა თუ არა იმ რაღაცა არეაში. როგორც ground checker-ზე გვაქვს ხო მას? შეგვიძლია ეგეც, შეგვიძლია პირდაპირ კოლაიდერი მივაბათ, ტრიგერ კოლაიდერი და ეგ მიხვდება. და მშობელს გადასცემს, რომ მივიდა პლეიერი, ახლოს არის რა. Hammerman-ს შევქმნათ empty game object-ი. დავარქვათ detect player. და მივაბათ circle collider 2-დე ამასაც. ცოტა ქვევი ჩამოვწიოთ, იმიტომ რომ ეს თვითონ ფოტოს ჩარჩოს ცენტრში არის და აი იმის Hammerman-ის ცენტრში რო იყოს, Hammerman-ის სხეულზე მიამაგრე რა, ესე ვთქვათ, მაგის პოზიციაზე გადმოიყვანე. დიახ და როგორი კოლაიდერი მივაბათ? Circle collider. ის ტრიგერი ჩაურთე და რადიუსი გაუზარდოთ 1, ანუ 5 ბევრი არის. 2 ჩვენთან ძალიან დიდარი ხდება. 1 და 5. აი რაღაც 1 და 5-ზე რომ მივახლოვდება. აი ამ არეალში რომ შევა. რომ მიხვდეს, რომ პლეიერი ახლოს არის და უკვე უნდა გააჩეროს მოძრაობა და ეთეკი დაიწყოს რა, რაღაც ეგეც გავაკეთებთ. გავუკეთე? იმ. კაი, ახლა შევქმნათ ამისთვისაც სკრიპტი. შევიდეთ. პლეიერის დანახვისთვის. კი. რომ მიხდეს. კი, ახალი სკრიპტი დავარქვათ detect player. და ატაკი უნდა გავაკეთებიოთ მე ხომ? კი, ეთეკი უნდა გავაკეთოთ. Detect player-ში ჩავაგდოთ ეს detect player-ი, ანუ detect player-ის სკრიპტი მივაბათ detect players რა, ობიექტს. ასევე detect players რომ მონიშნავ თვითონ ობიექტს, ნახე, აბა enemy layer-ია აქ შენთანაც? არ მაქვს script, თვითონ არ გვყავს new behavior scripts და სახეთ დარქმევას როგორც კი მაშვები. ასუთავდეს თუ არა, ინახავს new behavior script. გაზიარება. მოიცავ. იდეას თვითი. და ასევე detect player თვითონ ობიექტი layer-ზე enemy არ უნდა იყოს რა. ეხლა შვილი რო შევქმნით, ანუ Hammerman-ის შვილი, ეგრევე თავისით layer-ზე enemy-ია დიახ. ხო, და default-ზე გადაიყვან, ჩემთანაც ეგრე იყო და ესეც რო enemy layer-ზე იყოს, არ შეეხება არც ამას. ამიტომ default-ზე გადაიყვანე. შვილად რო შევქმნით, ეგრევე თავისი მშობლის layer-ი მიენიჭა და layer შევქმნივა. შექმნე? კი. ოკეი, მიაბი იმას detect players და ხო ის layer-ი შეუცვალე არ დაგავიდეს, default-ზე გადაიყვანე.
და გახსენი ეს static player script. აქ პირდაპირ დავწეროთ ამ void update-ის დაბლა on trigger enter. On trigger enter 2D. და if-ით შევამოწმოთ collision წერტილი tag-ი უდრის თუ არა players. Players tag-ი ხო გვაქვს მე მგონი players. აზდების სადაც ეს მონახეთ. შევით არაფერი. on trigger-ის დავწერე. პირდაპირ on trigger-ით შევწერეთ დაბლა. აქ ხო moving-ი უნდა გავაჩეროთ. ზუსტად იგივე უნდა ვქნათ, აქაც ზევით შევქნათ public hammerman script დავარქვათ და აქ ჩავუწეროთ რომ hammerman script რაც დავარქვით წერტილი moving უდრის false players თუ დაინახავს ხო moving-ი უნდა გავაჩეროს აქვე დავწეროთ. on trigger exit-ი დავწეროთ ახლა რომ გამოხვალ მაქედან. თქვათ რომ გაიქცე. არა იქ მომცემას ის collision. სად? collision რო გიწერია. collision tag-ი უდრის თუ არა players? ხო. hammerman script წერტილი moving უდრის false. ვაჩერებთ მოძრაობას, როცა players დაინახავს. იმ ტრიგერში რომ შემოვა ისეთი ობიექტი, რომელიც tag-იც player-ია, გაჩერდება. მას ორ წამ Visual Studio-ს გავთიშავდა თავიდან ჩართენ, გაიჯენა მას. და on trigger exit-ში იგივე if-ი, ანუ player-ის tag-ი უნდა შეამოწმოს და აღადგინოს moving-ი. ანუ თუ მოშორდები და გაიქცევი, უნდა აღდგეს moving-ი რა. გააგრძელოს მოძრაობა. ჩაერთობას გადავწერო. ეს on trigger-ი ცალსახელად გიწერია. რა? on trigger-ი ორი. ეს enter-ია, ეს exit-ი. ეს შეხება, ეს დაშორება.
დავწერე მას და ინახავ. ოკეი. დავასეიროთ. გადავიდეთ unit-ში. detect player-ი მოვნიშნოთ და margin detect player script-ი რო აქვს მიბმული, მანდ გამოჩნდება hammerman script და non-hammerman script დაწერება. hammerman-ი წამოვიღოთ და ჩავაგდოთ. და გავტესტოთ. რომ მივახოდები, არ გაჩერდა. გაჩენდა ჩერდება? ახლა იმას გავდესტავ. ჩემთან არ ჩერდება. Players tag-ი აქვს? არა აქვს players tag-ი. Players მოვნიშნე players tag-ი. Players-ი არჩია players tag-ი. აი, გაჩერდა. რომ მოშორდება, მე ისევ აღდგება. ნუ ანიმაციას არ აჩერებს, ჯერ უბრალოდ ჩერდება. ანიმაცია ისევ დარბის. მაგრამ გაჩერებულია, მაგრამ რომ მოშორდება, მე იწყებს. ასევე ნახე რა არის კიდე პრობლემა. არ ჩერდება მას. ანუ ანიმაცია არ ჩერდება, მაგრამ თვითონ ჩერდება. თვითონაც არ გაჩერდა. მაშინ აქ არასწორად გიწერია, ანუ moving false გიწერია. Player-ის tag-ი აირჩიე player-ზე? კი. აქ detect player script-ზე ჩააგდე hammerman-ი. detect player-ზე. მე მგონი არ მაქვს მიღული კოდი. script-ი თუ არ გაქვს მიბმული, არ იმუშავებს. script-ს რომ მიაბამ hammerman-ი ჩააგდე მე მარჯვნივ. არ მაქვს ჩაგდებული. ჩავგდე და hammerman-ში hammerman, ხო? მაგრამ ნახე რა პრობლემაა ახლა. hammer script-ში hammerman. კი. detect player-ის trigger collider-ით ეხება ახლა იმ point-ებს. მე მას. ხო, და იქ უნდა გავასწოროთ. არა, ის უნდა შეეხოს. თავისი collider-ით უნდა შეეხოს, ხეულზე რაც აქვს. ვერ მივხვდი რა ვთქვა. მაგრამ ის ხო ამოწმებს და. ვერ მივხვდი რა ვთქვი, ნახე. აი ამ collider detect player-ის დიდი collider-ით ეხება point-ებს თქო. და ბოლომდე აღარ მიდის იმ მარჯვენა point-თან და მარცხენა point-თან. აღარ მინახე. ხო. აი hammerman-ის rigid body-ს იყენებს ეს და მაგიტო. ამას რო rigid body 2D მივაბად და უბრალოდ დაუფრიზოთ ყველაფერი. და ესეც გავანულოთ. ეს ისავს ნახოთ. შორიდან იწყებს მას. ანუ შორიდან ბრუნდება უკვე. მე ეს აღარ მიყვება, მოიცადე ეს არ გვაწყობს. ხო, შორიდან იწყებს კი. ეს X-ი შეეცვალოს. აჩა.
არა ხა არ მიყვება ამას. კაი, ეს არ გვაწყობს. ანუ მაშინ მოგვიწევს რომ ამათ შორის შეხება გავთიშოთ. მე მგონი ეგრე იქნება. რა? მე მგონი ეგრე იქნება. აი ორ კოლაიდას შორის შეხება. ამათ შორის შეხება რო გავთიშოთ, ხო, პოინტებსა და იმათ შორის, detect player შორის. ხო. მაგრამ მოიწერწავს rigid body-ი რატო არ შვება? ეხლა იქნა kinematic-ზე რო გადავიყვანე. ოკეი, ახლა გაჩერდა. ეცავს, გავტესტო. ვსო, ეგარი. მიყვება, კაი. Detect players მიაბი rigid body 2-დე და გადაიყვანე kinematic-ზე. და შეხება აღარ იმუშავებს ამაზე რა. და მოძრაობით კი გაყვება იმას. მშობელს. მას detect players რა? Rigid body მიაბი და body type გადაიყვანე dynamic-დან kinematic-ზე. იღესასწორ. ანუ შეხება აღარ იმუშავებს kinematic-ზე როცა არის, შეხება აღარ მოქმედებს რა. მიუხედავად იმისა, რომ rigid body აქვს. და იმათ აღარ შეეხება. use auto mass ჩართული უნდა იყოს. როგორც არის ეგრე დატოვა, ანუ არ შეცვალა არაფერი. ჩარტი თამაშია თუ იმუშავებს. მას მე არ დავინახე ჩართული მქონდა თუ არა თავიდან და მაგით. კონდეს ჩართული რავი, ანუ მაგრამ მასას MTO უჯერქია და მასა მაინც არ იქნება. ხო. რომ მივახოლდები ჩერდება, ანუ აღარ მოძრაობს, უბრალოდ ანიმაციას მაინც აკეთებს. მიდის მასა. ეხლა მიდის ბოლომდე, ხო? და რომ მივახოლდები ჩერდება, ხო? ოღონდ ანიმაციას არ აჩერებს. ეგრეა? კაი, აბა შემდეგისთვის ცადე რომ ეს ანიმაციაც გაუჩერო. ანუ მოდი idle-ზე გადაიყვანე. ან დავალება იქ იყოს რომ როცა მივახოლდები, ხო ჩერდება კიდეც. მაგრამ გაჩერებასთან ერთად ანიმაცია გადავიდეს idle-ზე. და როცა დაშორდები, idle-დან ისევ run-ზე გადავიდეს. რომ აღადგინოს ეს მოძრაობა ხო აღდგება და თვითონ მოძრაობის ანიმაციაც რო აღდგეს რა. ოკეი. კაი. დავასრულოთ მაშინ დღეს, საკმარისი არის. და ასევე არ დაგავიწყდეს. იღო.